წავიდა? მაშინ თუ წავიდა 73 გადაცემა YouTube არხის შედეგს მიღმა. გაგიკვირდებათ და სოფლიო ჩემპიონატზე სასაუბრო შევიკრიბეთ ისევ. სახეზეც ალბათ გვეთყობა ორივეს რაღაცა თვალებს ძლივს ვახელთ, მაგრამ მაინც მე-16 ფინალი დამთავრდა და მაგრამ ეს ჩვენი გადაცემის ხარისხს არ დაეთყო. შინაარსობრივ ხარისხს. არ დაეთყობა სოფლიო ჩემპიონატს, რაც ეთყობა, ნუ შესაბამისად ჩვენც ვისაუბრებთ სოფლიო ჩემპიონატზე, თუ როგორც არის. კი ბატონო. ხო, ნუ ტრადიციის ამებრ უნდა დავიწყოთ მადლობებით. მადლობა უნდა უთხრათ ჰაბსჯის, რომელსაც ძალიან მალე უკვე ფიზიკური გადაცემა კი არა და ფიზიკური მაღაზიაც ექნება. დიდი ხანი ამას გპირდებით და უკვე გითხრეს რომ მალე იქნებაო, სადაც შეგეძლებათ რომ შეიძინოთ მაისურები, ორიგინალ მაისურებს რო ეძახით. ეს ორიგინალია? არა? ხო და მიდი მე ჰაბსჯის ჩვენი მეგობარია, მიდი და იყიდე ორიგინალი მაისური. რო ჩაგიცვავს აქ ვისია, არა ვიცი. არ ვაწერინებ ხოლმე. არ ვაწერინებთ. ხო, ნუ კიდე მადლობა უნდა უთხრათ სტუდია სივრცეს, სადაც ახლა ვიმყოფებით და მადლობა ნოდოს, რომელიც აქ არის დღევანდელ გადაცემაზე. აქამდე ზაზა იყო ხოლმე და ზაზასაც მადლობა ლუის და მადლობა ჯანი ინფანტინოს, რომ ამერიკაში გადაწყვიტა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება და ძილი დაგვიფრთხო. მადლობა მესის რომ ეს გადაცემა იწერება, იმიტომ რომ არ ეთამაშა გუშინ ესე დღეს მე ვერ მოვიდოდი და აღარ ჩაიწერებოდა ეს გადაცემა. გუშინ იწერებოდა რეზი ჩატში, რომ გადავწყვიტეთ რომ მთავრდება მე-16 ფინალიო და კაპოვერდემ თუ გააგდო არგენტინა, მეო არ მომიკითხოთ. რადგან ცქმუტავ რომ მესიზე გინდა რაღაც თქვა, აი მოდი უკნიდან გავუყვეთ. მე როგორც კიდე ისე ბოლოს წინადან გავუყვეთ რა. სავარაუდოდ კოლუმბიის თამაში შენც არ მინახავს კოლუმბია არ მინახავს ნამდვილად, მაგრამ კოლუმბია ის მანამდე ნახე ტურნირზე და ძალიან მაგარი გუნდია. კი. ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ალბათ. ორი გუნდი თამაშობს განსხვავებული სტილით. ესა არგენტინა და კოლუმბია, რომელიც მარტო ცენტრზე აკეთებენ აქცენტს, სულ ცენტრიდან შეტევებზე ფლანგები დეკორატიულად ყავთ ხოლმე, ანუ თითქმის არ იყენებენ და გუშინ ეს არგენტინას ძალიან დაეთყო. ანუ ვინგერი არგენტინას საერთოდ არ ყავს, კოლუმბიას ვინც ყავს, აი ლუის დიასი და შემდეგ ისინი ცენტრში შემოდიან. თქვა ხამეს როდრიგესი შეიძლება იყოს ფლანგზე, ყველა ცენტრში შემოდის და ფლანგის მცველები თქვა მუნიოსი, ისიც ცენტრიდან უტევს ხოლმე საჯარიმო შეერბის და ასე შემდეგ. აი ხა რატომ ამბობ გუშინ დაეთყო თქვა არგენტინას, ანუ კაბოვერდე მწვრთნელი მიხვდა რომ ეს თავარი მიმართულება იყო გადასაკეტი. სულ ჩაკეტილი იყო ცენტრალური მიმართულება და ფლანგებზე რადგან მცველები ყავთ, ეს მცველები დიდად სასარგებლო არგენტინის შეტევაში არ იყვნენ. ანუ მომენტებს ვერ უქმნიდნენ, მოკლედ 4 ფულბეკი გამოიყენა არგენტინამ, ანუ ორივე გამოცვალა. კი და კიდე მეხუთეც დაჭირდა და ვერც ერთმა ვერ გააკეთა ერთი ისეთი პასიც კი, რომელსაც დარტყმა მოყვა. ანუ არანაირი საფრთხე მათგან არ მოდიოდა შეტევაში, ანუ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც არგენტინას არაფერი არ გამოსდიოდა, ცენტრიდან მაინც იქნებოდა რაღაც მომენტები. და ნუ უბრალოდ ის ხო რომ მესისთვის საყვარელი მიმართულება, ანუ ეს რაღაც მოწინააღმდეგის საყრდენი ზონა ჩაიკეტა. იქიდან და მესის მოუწია სხვადასხვა რაღაცეების ახალგაზრდობის გახსენა, მარჯვენა ფლანგზე გადავიდა, ხო. ბოლ თამაშს ბოლოს, მანამდე იყო საერთო სიღრმეში ჩამოვიდა. ერთი გრძელი პასი რო გაუკეთა, მოლინამ რო ვერ მიიღო ბურთი და ხელ ანდრომ რო თქო. მეორე მესი ჭირდებოდაო. და მანამდე იყო ანუ პირველი წლის შესონება რომ მიდიოდა არგენტინის იმას აჩვენებდნენ. რაც განხილავს და მესი და სკალონი საუბრობდნენ რაღაცაზე და როგორც კი გამოვიდა, ეგრევე გააკეთა ლისანდრომ პასი და მესიმ დაიწყო ეს ზურგს უკან გაქცევა, რასაც გოლი მოხვა, ანუ 4-1-4-1 სქემით იცავდა თავს კაბოვერდე, ან ცენტრში კარგად იყო დაკეტილი, მაგრამ ამ დროს ცენტრალური მცველები რჩებიან თავისუფალი. იმიტომ რომ ერთი თავდამსხმელია წინ და ის ვერ აპრესინგებს ცენტრალურ მცველებს და ნუ ერთ-ერთი ლისანდრო იყო, ლისანდროს ძალიან მაგარი პასი აქვს და ნუ ეგეც აჩვენა. მოკლედ მესის მოუწია სხვადასხვა სტანდარტებიდან მოუწია მომენტები შექმნა ორი კუთხური სადაც გოლი მოყვა, მოკლედ სხვადასხვა რაღაცეების გაკეთება მოუწია, ვიდრე მისი საყვარელი საქმე. ვიდრე მისი საყვარელი საქმე, ანუ რასაც აკეთებდა თქვა ალჟირთან, ავსტრიასთან და ასე შემდეგ. სადაც ეს ცენტრი კარგად ვერ იყო დაკეტილი, მოუწია სხვა რაღაცეების და ნუ ამ სხვა რაღაცეებიდან კი შექმნა საფრთხე, მაგრამ ეს არ იყო მესის საუკეთესო თამაში. და ნუ არგენტინის საუკეთესო თამაში მით უმეტეს არ იყო. ერთი რისი დამატება შემიძლია, რომ არგენტინა გახდა ცოტა მარტივად გაშიფრვადი. ყველა აბსოლუტურად ყველა გუნდმა იცის სად წავა ბურთი.
ხო. თუ ზევით არა იხედები, შეგიძლია ფეხებზე დახედო და თეთრი ბუცები ვისაც აწვია იმასთან მიდის. აი რაღაცა ცოტა სიახლე თუ არ მოიფიქრა, ძალიან ისე თამაშობენ, რომ აი არაფერი არ გვადარდებს, უბრალოდ მესის ვეხმარებით რა. ხო, ანუ ალტერნატიული რაღაც წყაროები მომენტები შექმნის ძალიან აკლია, ძალიან წარმოუდგენლად აკლია. რა ვიცი, წინა სოფლიოზეც ახლა ყველა ამბობს რომ დიმარია იყო იქ, მაგრამ პოსტფაქტუმ რო გადახედო დიმარიას ბევრი არ უთამაშია პლეი-ოფში. ხორვატიასთან საერთოდ არ იყო ნახევარფინალში და ნიდერლანდებთან იქ რაღაც დამატებით დრო შემოვიდა ბოლოსკენ. ფინალი თამაშა მაგრად ეგ იყო. და ფინალში ძალიან დაეთყო დიმარია რომ იყო და მეორე წყარო იყო მომენტების. აი მეორე ვიღაც არის მოსაძებნი არგენტინაშიც, ვინც მეორე არის კარგი ბიჭი ერთი 22 ნომრით თამაშობს, მაგრამ ხო ეგ ხა ის ლაუტარო ის გახდა რა. მომსახურე პერსონალი უნდა გადაქცეული ეგეც. ერთ-ერთი ჯარისკაცია რა. ლაუტაროც და ნუ პლუს ხო, ანუ მესი ხო უბურთოდ აღარ თამაშობს და წინა თამაშებში კარგად ჩანდა რომ არგენტინა მომენტებს თითქმის არ უშვებდა თავის კარებთან. იმიტომ რომ დანარჩენები ასრულებდნენ ამ სამუშაოს და ახლა გამოჩნდა რომ არ ვიცი ეგ რა იყო რაღაც დაღლილობა თამაშის მიმდინარეობისას თუ ცოტა დაუფასებლობა კაბო-ვერდეს შეტევის, იმიტომ რომ ანუ პირველი გოლის ეპიზოდში კაბო-ვერდეს პირველი გოლის დროს 6 კაცი იცავდა თავს საერთოდ. ანუ მარტინეს საერთოდ რასაკეთებდა ვერ მეუღია. მესის უკან იყო კიდე 2 კაცი, ანუ არგენტინელი, ანუ ისინი ვინც მესის წინ უნდა იყვნენ დაცვაში და მესი უნდა იყოს ბოლოს, ხო, ზემოთ. ისინიც კი უკან იყვნენ, ანუ ძალიან აი ეგ ისეთი შეცდომა, რომელიც ნუ თუ არ გამოასწორეს ახლა მომდევნო თამაშებში, ფატალურ შედეგებს მოუდანს, ფატალურს რა გამოვარდებიან და ეგ იქნება თორე. სხვა მხრივ, ნუ მე იმდენად შეტევის მხრივ იმდენად არ შინია ამ კუთხით, რომ რაღაც ალტერნატიული წყარო არ არსებობს, ვიდრე აი დაცვის მხრივ რომ რაღაც გამოჩნდა ის პრობლემები, რაც მანამდე არ გამოჩენილა და არ ვიცი, ეგ იდეაში გამოსასწორებელია. რომ ანუ იმ 10 კაცმა მართლა 10 კაცმა დაიცვას თავი და არა 6-მა ან 8-ამ, როგორც იყო გოლების ეპიზოდებში. ხო, ნუ მესის გამო ცოტა ისეთი გუნდი არგენტინა, რომ ზუსტად იცი რა სიზავს შეტევაში, უბრალოდ მესია და მაინც შვება. ხო, ანუ გუში შეცვალა რაღაც სხვა რაღაცების ცადა და რაღაცები გამოუვიდა. ეს არ იყო ისეთი მესი, როგორც იყო ალჟირთან და იმასთან, სადაც მის საყვარელი ზონიდან ქნიდა და იქ თუ მას მიეც თავისუფლება განწერული ხარ რა, ანუ მესი უკეთესია ზონა 14-დან ვიდრე ფორვარდის აჯარიმოდან რა. თითქმის ყველა ფორვარდი. და დაცვაშიც ცოტა ეს არის, ანუ აი პრესინგი საერთოდ არა. პრესინგი არც აქვს არგენტინას. არა აქვს ეგრეთ დაბალ ბლოკშიც დიდად საამაყოთ ვერ დგანან. ხო და გუში ვერ იდგნენ კარგად და ეგ იყო პრობლემა. ხო, იმედია გამოსწორდება. ნუ მანამდე კარგად მარტინესმა საერთოდ ნუ რავი ახლა თავდამსხმელს მეკარის საჯარიმოში ბურთს რომ მიაღებინებ შემოტრიალებასაც და მერე დარტყმასაც და მერე მიდიხარ. ეგ ცოტა პრობლემაა. არც ისე საამაყო ამბავია არგენტინის. არა, ხო ცუდი თამაში ჰქონდათ და უბრალოდ ბადი აქვთ შედარებით. მარტივ ბადედ ითვლება რა. ეხა კოლუმბია რამდენად მარტივ. ნუ კოლუმბია ჯერ არ ვიცით, ხო, კოლუმბია საერთოდ არ მგონია მარტივ. მე აქ ჩაჩიც მოვიწერე პორტუგალია მერჩივნა კოლუმბიას თქო. კი. მაგრამ ნუ ჯერ პორტუგალიას თვითონ აქვს, პორტუგალიას ვერეველი ვიფიქრობ. კოლუმბიას თვითონ აქვს რთული თამაში მერვედფინალში. კოლუმბიას შვეიცარია ძალიან კარგი გუნდია. კი, კაი გუნდია, მაგრამ ეხლა ვისაც არგენტინა ძალიან ველოდები მაქვს თამაშს. მოდი ვისაც არგენტინა ხვდება იმაზე ვიტყვი ზუსტად ორს თქოს მე უყურე სამწუხაროდ მე უყურე პენალტებს და ის არა გენიალური ცვლილება მეკარის პენალტებამდე ვერ გავწელი, იმიტომ რომ აი საშინელება სრული კატასტროფა იყო. ეხლა ხო ძალიან აქტუალური თემაა ის, რომ ამერიკაში სოკერს ეძახიან ფეხბურთს და აქედან ჩვენ ვაჩმახებთ, რომ ეგ რანაირადაა ფეხბურთის უხელში უჭირავთ ბურთიო. აი დაახლოებით ამერიკული ფეხბურთი იყო რა. აი სუაუძე იყო ბურთი. აი არაფერი არ ხდებოდა. არანაირი ორთაბრძოლა, არანაირი შეჯახება, არანაირი რაღაცა ისე თავიდან მალე გაიტანა ძალიან ეგვიპტემ. აი მერე საშინელება, მერე რაღაცა ავსტრალიამ გაიტანა. და მერე კიდე ისევ საშინელება არც თამაშობდნენ. ანუ იმიტაციაც არ ქონდათ, რომ მოდი შევუტიოთო, ბოლოს სალაჰმა ესე არ გამოვაო და ბოლო წუთებზე რაღაცა. ნუ სალაჰ ტრამვირებული თამაშობდა. კი, და კატასტროფა თამაში იყო. მოდი ახლა ჩავხედოთ იმის წინ რა იყო. მან პენალტებზე იყო ეს გენიალური ცვლილება ის რომ გამოიყვანა. მეკარიშეცვალე. მეთქი ჰანდანოვიჩი გამოდის ახლა ყველაფერს აიღებს და დავით რაი ასავით რომ გარბოდა კუთხეში ჯერ. ანუ და
და ეს ეგვიპტე რომ ლეპტოპში გახსნილი რო ქონდათ ლევანტეს თამაშები, რაიანის პენალტები. კაი, მოდი ახლა კიდე ერთი ნაბიჯით გადავხდეთ უკან და ვინ იყო? შვეიცარია მე არ შვეიცარიაც არ მინახავს, მაგრამ შვეიცარია ძალიან მაგარი გუნდია. მანზამბიზე უკვე ყველა მიექცია ყურადღება, რომ ძალიან მაგარი ბიჭია და ბუნდესლიგის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო და ჯაკა თამაშობს საოცარ ფეხბურთს კიდევ. და აი შვეიცარია, კოლუმბია იქნება ერთ-ერთი ტოპ თამაში მერვედფინალში და მაგას უყურებ და თქვენს გირჩევთ. გადავიდეთ მესის ცხოვრებისეულ კონკურენტზე. რომელსაც ახლა 1-2 კაცი ხელს დამარტყავს როგორა მაგის კონკურენტია. ჩვენ არ ვთქვით მას კონკურენტად. ხო, მაგრამ კიდე ერთი ძალიან დიდი გოუთი კრისტიანო, რომელსაც პირველი გოლი გაიტანა პლეი-ოფში. პირველი გოლი გაიტანა პლეი-ოფში და მეორეც გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს. მანდ ისეთი მომენტი იყო კიდე ხორვატიის ისეთი გოლი არ ჩაითვალა, რაღაცა ეს ცალკე განხილვა სისტემა ალბათ. ხო, ეგ არის მომენტი, როცა აი ტექნოლოგია ცოტა ზედმეტი. ხო რა, აი. არა, მე ტექნოლოგია კარგია, მაგრამ თლათ ეგრეც არა. ანუ დავიწყოთ იმით, რომ გასაგებია რომ წესია და წესი დაიცვეს. უბრალოდ ფუკოს აქვს ეგეთ თავის ფილოსოფიურ ტრაქტატებში, რომ ტექნოლოგიის მთავარი პრობლემა შეიძლება ის იყოს, რომ დაგაჯეროსო თავისი შეუცდომლობა და რაღაც ადამიანური ფაქტორი საერთოდ გამორიცხოს. ნუ ის რაღაც მიკრო შეხებას ხო იმ ეპიზოდში საერთოდ არაფერი გადაუწყვეტიან. ეს ვერ დაინახა ვერავინ მოედანზე. კამერამაც კი ვერ დაინახა. ანუ კამერაზეც არ ჩანდა, ხო? ის შეხება ეს დაინახა და დააფიქსირა იმ ჩიპმა, რომელიც ბურთშია ჩამონტაჟებული. ანუ ის იმ თმას გაკრავდა, ბურთი თუ არ გაკრავდა, არაფერი არ შეიცვლებოდა იმ ეპიზოდში. ის ბურთი იქ მივიდოდა მაინც. ხო, უბრალოდ ანუ გასაგებია რომ წესების მიხედვით გასაუქმებელი გოლი იყო, მაგრამ ნუ არ ვიცი, ეგ არის რაღაც გლობალურად სამშობლო საკითხი, საჭიროა თუ არა ამ დონის ტექნოლოგიური ჩარევა ფეხბურთში. კი, იმიტომ რომ აი დილას თმა რო შეიჭრა, ცოტა მეტად რო აიღო პარიკმახერ, შეიძლება პორტუგალია ვერ გასულიყო. ანუ რაღაც ეგ ცოტა მედებილება. ხო არის რა მიკრო თამაშგარები, რაღაცები, რაზეც მიდის უკამათი, რომ ახლა რაღაც ის ფეხის წვერი წინ ექნება თუ არა, ეს არ ახდენს ეპიზოდზე გავლენა. აი ეს იმაზე კიდევ 2x ლეველი იყო, იმიტომ რომ ამას საერთოდ არანაირი გავლენა არ ჰქონდა იმ ეპიზოდზე იქ. ანუ ბურთსაც არ ჰქონდა გავლენა. ხო, არანაირი, ანუ ბურთს არაფერი არ შეუცვლია იმ მიკროსკოპული შეხებით, ხო? იქ ვეიგამი თამაშა ძალიან სასაცილო, თავი რო დახარა მცველმა. ну საერთოდ დახარა თავი უბრალოდ რომ დამდგარიყო მოხდებოდა ის ბურთი და საერთოდ არ მივიდოდა იმ ხორვატამდე ვეიგას საშინელი თამაში ჰქონდა საერთოდ დაცვაში და კი კატასტროფულად გამოიყურებოდა ну ისე რო შეხედოთ პორტუგალიამ პირველი ტაიმი თამაშა კარგად ანუ აქ არ ვიცი ხო სულ მედის ხო რომ აი ვიტინი არა საკეთებს ბრუნო ფერნანდეში რა საკეთებს ეს პორტუგალიის ნახევარმცველები რა საკეთებენ ჩვენ ეგ ვისაუბრეთ რომ მათი ამოცანა არ არის ახლა რაღაც სივრცეების ათვის გახსნა და კომბინაციური თამაში ცენტრში მათი ამოცანა ბურთი მიტანონ ფლანგზე რომ ეს ბურთი ჩააწოდონ საჯარიმოში შემდეგ ვინგერებმა უნდა ჩააწოდონ საჯარიმოში და იქ რონალდომ უნდა ითამაშოს უბრალოდ აქ ну გოლი ასე გავიდა გონსალო რამოსმა გაიტანა უბრალოდ აქ პრობლემა ის იყო რომ რონალდო ხშირად ჩამოდიოდა სიღრმეში და საჯარიმოში აღარ იყო მე ერთი შეხება ჰქონდა საჯარიმოში პენალტი რო დაარტყა მაშინ მეტი არ ქონია საჯარიმოში შეხება ნუ ეს სტატისტიკა მოგვაშვა გოლი ხო გაუქმდა ნუ შემიძლია ისიც ვაჩვენოთ კიდეც ოპტას იმით ზუსტად ერთ შეხება აქვს საჯარიმოში უბრალოდ და ნუ პირველ ტაიმში იყო რამდენიმე ეპიზოდი ესა შოროლძელთან რონალდო შეერბოდა საჯარიმოში ბურთს არ შეხებია მაგრამ ნუ იყო კარგად აწვლიდნენ საჯარიმოში მოკლედ ეს არის მომენტების წყარო მე თვლი რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის რომ რონალდოა მაგრამ რონალდო რომც არ იყოს მე მგონია მარტინეს მაინც ასე ითამაშებდა ფლანგიდან ჩაწოდებებზე ეგ არის აი მე მაქვს ერთი შეკითხვა ფეხბურთში რომ რატო არის მარტინესი ესეთი გუნდის მწვრთნელი კიდე სხვა შეკითხვა მაქვს რატო იყო ბელგიის ოქროს თაობის მწვრთნელი აი რა აქ ცხოვრებაში ეგეთი გაკეთებული მეც რომ მასწავლოს თუ შეიძლება ნუ არა ადრე არ იყო ცოტა მწვრთნელი ბელგიის ოქროს თაობასაც ნუ ბრინჯაუმდა მიიღო ანუ სოფლიოზე ბელგიას არ ქონია ეგეთი ხო მაგრამ ნუ ბელგიას მაშინ ყველა ყავდა აი ყველა ყავდა აბსოლუტურად ხო მოდრიჩზეც ვთქვათ რომ მეორე ტაიმი ანუ პირველი ტაიმი ხორვატია პორტუგალია იყო კარგი მეორე მომენტი შეიძლება ვერ შექმნა მაგრამ ხიფათი იგრძნობოდა აი მეორე ტაიმი უკვე ხორვატიის ტაიმი იყო კარგად დაიწყეს აქ ეგ იყო თამაში სადაც შეცვლება განსაზღვრა ბევრი რამე რა ანუ მარტინესის შეცვლება შეიძლება ითქვას რომ გოლების მხრივ გაამართლა მაგრამ ძალიან ნევროტული გახადა თამაში ანუ ხორვატია გავიდა წინ და პორტუგალია გამოჩნდა ტრანზიციებში და ბევრ სხვა ეპიზოდში არგენტინის არ იყოს ცუდად იცავს თავს ანუ
ობიექტურად შორეულ ძელს ვერ კეტავდნენ, აი გოლის ეპიზოდშიც გამოჩნდა, ვეიგას აშინლო თამაშობს. ანუ არ მესი ხარ ბრუნდება დაცვაში და იქ პორტუგალიის არის ეგეთ ხალხი, ვინც არ ბრუნდება ხოლმე დაცვაში, გასაგებია ხო. რონალდოზე არა, მაგრამ საუბარი კიდე არიან ერთი. და ლეო არის გვარად. და მე გააკეთ და 4 მაგით სრულდება. როცა შემტევები შემოყარა მოედანზე და ეგრევე ამან იმუშავა პრესინგი ჩართეს, მაშინ პრესინგს კუთხური მოყვა, კუთხურს გოლი. პენალტი და გოლი. და უბრალოდ პორტუგალია გაიჩიტა ეგეთ სიტუაციაში, რომ მოედანზე არის 2 ცენტრ ფორვარდი, ნუ აქედან ერთი რონალდოა, რომელიც გასაგებია რომ დაცვას არ ეხმარება დიდად. არის 2 ნევროტული ვინგერი, რომელსაც კარგი ისა რა აქვს, სახელი დაცვის თქვი და არის საყრდენებად არის ჟოანოვიჩი და ბერნარდო სილვა. აი სოკოზე ოდნავ მაღალი ხალხი რა. და ეგრევე ხორვატია მიაყარა მომენტები, ანუ აი ეს იყო მონაკვეთი, როცა ხორვატია შეეძლო გოლის გამო, მაშინ გოლის გაიტანეს, ოღონდ თამაში გარის გამო გაუქმდა და იქ ძალიან ჩანდა რომ იქაც წყლის შესვენებაზე რომ ბოლომდე დარჩა რონალდო მარტინესთან და სავარაუდოდ ამ პოტენციურ შეცვლას განიხილავდნენ და უბრალოდ ვარიანტი იყო ან ლეო უნდა გაეყვანა, ან კრიშტიანო რონალდო, სხვა ვარიანტი არ იყო, იმიტომ რომ ხო, მაგრამ ან მაშინ იმ 4-დან ახალ შემოსულებიდან ვიღაც ისე უნდა გაეყვანა, რაც ისე გამოჩნდებოდა. ანუ ერთი ნახევარმცველი იყო დასამატებელი. აი რუბენ ნევეში გამოვიდა შემდეგ და ნუ გადაწყვეტეს რომ ლეო დარჩენილიყო და რონალდო გასულიყო, იმიტომ რომ რაც სწორი გამოდგა იმ მხრივ რომ ლეომ საგოლე პასი გააკეთა და პლუს ლეო კონჩეტებებზე უფრო საფრთხეა ვიდრე რონალდო. ნუ ადრე რონალდო ახლა ბევრად დიდი საფრთხე იყო, მაგრამ ნუ ასაკია. პეტერ სუჩიჩსაც უნდა ვთქვათ, რაღაც ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა. ხორვატიას მე თუ შევხედავთ ახლა თამაშის სურათით მომენტებით და რაღაცით დავანტებით რომ დაიმსახურა რა. კი. და ობიექტურად და მომენტ გოლიც გაიტანა სამაგისოდ რა. მოკლედ ნუ თულად მაგრამ გავიდა პორტუგალია და ნუ და შარში გაეხვია ახლა. ნუ ახლა რთული მეტაფორას. და მონსტრს რომელმაც ავსტრიას გადაურბინა. კი. ანუ საფრანგეთსაც ვისაუბროთ ხო როგორ თამაშობს, მაგრამ მე ეგეთ დომინანტური თამაში არ მინახავს, იმიტომ რომ საფრანგეთს კარში მაინც ურტყამენ და ამას არც გაახედეს კარებისკენ, ანუ უნაი სიმონმა მოხსნა ვალტერ ძენგას რეკორდი. ვაიმე, ვალტერ ძენგას რეკორდი იყო 517 წუთი გოლ გაუშვებლად და ეს 560-ზე გადავიდა. ნუ როგორ გითხრათ, 4 თამაში თამაშია ესპანეთმა და გოლი ხარ გაუშვია და 1.22 XG-ის მომენტი ამ 4 თამაში შექმნილი ესპანეთის კარებთან, ანუ რაში იღებს ხელფასს. ხო, ანუ ადამიანი უნაი სიმონი იდგება იქ თუ მე? ხო, აი დაახლოებით ეგრე არაფერი არ შეიცვლება რა, ანუ მომენტ კარშიც არ მიდის ბურთი. ფეხით თამაშობს, ხო, მე ვერ თამაშობ ეგრე კარგად. უბრალოდ ბევრი რაღაც გამოასწორა ესპანეთმა. ნუ პირველი რაც აქვს ესპანეთს აქვს საუკეთესო კონტრპრესინგი ამ სოფლიო ჩემპიონატზე და პრესინგი. ბურთს იბრუნებენ 5 წამში. და კარგვიდან ეგ აქვს. იამალზე იყო ზედმეტი ყურადღება, როგორ ვთქვა ახლა, ნუ რანგნიკმა თქვა, რომ ჩვენო განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთო და ლაიმერიც იქით გადავიდა იმ ფლანგზე. და ზაბიცერიც ეხმარებოდა. ნუ თუ სტატისტიკურად შევხედავთ, რომ იამალს არც გოლი ჰქონდა და არც აგოლე პასი და რაღაც ამ ხრივ შეიძლება ითქვას, რომ იამალი გააჩერეს, მაგრამ რადგან იამალზე ამ ხელო ყურადღება იყო, პორო დარჩა თავისუფალი ფლანგის მცველი და პორომ გოლიც გაიტანა და 5 საგოლე მომენტი შექმნა, ანუ ეგ პრობლემაა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, კიდე ნუ ეს ესპანეთის კონტრპრესინგი და პრესინგი იმუშავებს. რა თქმა უნდა, და ნიკო ვილიამსის შემცვლელი მოძებნეს ფლანგზე და ეგ არის კუკურეია. ანუ ბაენა თამაშობს ვინგერად, ან ბაენა შემოდის ცენტრში და კუკურეია რჩება ფლანგზე და კუკურეიასაც კიდე ერთი კარგი ჩემპიონატი აქვს და 2 საგოლე პასი გააკეთა და ხო, ისეთი რაღაცა თქვა, რომ შენ კარგს არ უნდა იძახდე წესით მაგაზე. ბარსელონიდან იმაში ხო. ანუ ესპანეთ პორტუგალიას გადავიდეთ, ანუ ეხლა ერთი თამაშია გასაგებია და პორტუგალიას ექნება თავისი კოზირები, ეს ჩაწოდებები, ვთქვათ, სტანდარტები და ასე შემდეგ. უბრალოდ ანუ მაგ ხრივ არ ეგ შეიძლება იმდენად პრობლემური თამაში არ იყოს. პორტუგალია თუ ის გააკეთა, რასაც აკეთებს უბურთოდ აქამდე, ანუ პერსონალურ პრესინგს თამაშობენ რატომღაც. რაც არ ვიცი მე რაც ესპანეთთან თვით ხარაკია. ანუ თან ეს არ არის პორტუგალიური არც ერთი პორტუგალიური კლუბი პერსონალურად არ აპრესინგებს, ყველა ზონურ პრესინგს თამაშობს, ეგ არის ზონური ფეხბურთის ქვეყანა. ხო. რატო გადაწყვიტა მარტინესმა რომ პერსონალურად უნდა აპრესინგონ ხორვატიაც და მანამდე კოლუმბიაც და კოლუმბიასთან ხორვატიასთან ეს გამოჩნდა რომ საკმაოდ თავისუფლად გარბოდნენ და ესპანეთთან ამის გაკეთება ძალიან პრობლემური იქნება, მაგრამ მე მგონია რომ პორტუგალია ესპანეთთან სხვანაირად ითამაშებს და რუბენ ნევეში მგონია რომ ეგრევე ძირითადად იქნება. ანუ ვიტინია ჟოანოვიჩი ბრუნოდან ერთ-ერთ სკამზე და ეგ ანუ უფრო ვინგერი რო მოხსნას. ხო, მაგრამ ვინგერები კარგ ბალანსს ქმნიდნენ უფრო რა. მე მომეწონა პირველ პლანში პორტუგალია. რავარი დასასმელია რომელიმე. ხო, მაგრამ ნუ ეგეც არის რომ
ეს ნახევარდაცვა ქაღალდზე არის რეალურად ეფექტური, იმიტომ რომ ანუ ვიტინიას ამოცანა ის კი არ არის, რასაც PSG-ში აკეთებს, რომ აი სივრცე გააჩინოს მოედანზე, ხო, რატომ არის ვიტინია და პედრის აუკვეც ნახევარმცველები სივრცეს აჩენენ. აი პირველი გოლი თუ ნახეთ ავსტრიასთან, რას აკეთებს პედრი გოლამდე, ხო? თითქმის შეუმჩნეველია. უბრალოდ ფლანგზე გააგორა ბურთი კუკურეიაზე, მაგრამ სანამ ფლანგზე გააგორებდა ბურთს 4 კაცი შემოიკრიბა. და შესაბამისად ფლანგზე კუკურეიას სივრცე ჰქონდა და ეს 4 კაცი გამოვარდა საჯარიმოდან და საჯარიმოში გაჩნდა სივრცე. ანუ ვიტინიას ეგ არ ევალება პორტუგალიაში, ვიტინიას ევალება რომ ბურთს რომ მიიღებს ფლანგზე გააგოროს რა, რომ იქიდან ჩააწოდონ და ფლანგზე რავი რუბენევიჩიც გააგორებს იმ ბურთს ალბათ და უფრო მეტ ბალანსს მიცემს ნახევარდაცვაში. ოიერზაბალსაც უნდა შევახოთ. ოიერზაბალი ძალიან კარგია. თან ნახე რა კომენტარი გააკეთა თამაშის მერე? არხი გამოიწერეთ და დაალაიქეთო თუ საშუალება იქნებაო. ხო. და აი ესე გადავიდეთ რომელზე? ბელგია, სენეგალზე თუ ამერიკა, ბოსნიაზე? ბოსნია. ამერიკა მე ძალიან მომწონს, უბრალოდ ამერიკა ჯერჯერობით ერთ რეჟიმში ყავს ნანახი ავტობუსებს როგორ ხსნის. ხო. და ძალიან მაგრად ხსნის. ანუ პარაგვაი, ავსტრალია, ბოსნია ეს ავტობუსები მიაწყო. თან ეგ რავი ერთ-ერთი ესეთი ყველაზე დაალაგებული პოზიციური შეტევით, თავისი როტაციებით, ფლანგებზე, სამკუთხედებით, რომბებით და ასე შემდეგ ძალიან მაგრად ხსნის. უბრალოდ სხვა რეჟიმში არ გვინახავს ამერიკა. როგორ ითამაშებს? არ ყოლია და ხო, როგორც პოჩეტინოს ყველა გუნდს ამერიკასაც ძალიან მაგარი პრესინგი აქვს. მე ამერიკა მაინც ფავორიტი მგონია უფრო ბელგიასთან, მაგრამ სხვა რეჟიმში მოუწევს ბელგიასთან თამაში. ბელგია რეალურად გადარჩა სენეგალთან გაზომა. მაგრად. ანუ მე რუდი გარსიამ მე რო ძალიან სამარცხვინო რაღაცები ისაუბრა. ანუ 2-0 სხვა გებდნენ და ბოლოსკენ ხო გაათამაშეს. ესო გეგმის ნაწილი იყო. ესე ანუ რეალურად ამას გავიგებდი რომ გეგმის ნაწილი იყო ბელგიას რომ მომენტები სტაბილურად შეექმნა მანამდე. მომენტები არც ჰქონდა, დიდად არც ჰქონდა. უბრალოდ ერთი იყო რაღაც მე მგონი ფლანგისკენ გადავარდა ბურთი და ეგრევე საჯარიმოში შემოაგდეს და ლუკაკუ მითამაშა დასწრებაზე. და მეორე გოლი იყო მეკარე გამოვიდა სათადარიგო მეკარე სენეგალის გამოვიდა უაზროდ კარებიდან და გაუმართლა ბელგიას. თორე სხვა ტროსარის გოლი, ნუ თან რომელი წუთი იყო ეგ გოლი? ტროსარმა ჩააწოდა. ესა ტილემანსის გოლი. ტილემანსი. ხო, მეკარე რო უაზროდ გამოხდა. ხო, ეს არის რა ქვია. ანუ რეალურად მაშინ მიაწყოს ეგ გოლები და რეალურად ისიც მანო არაფერი არ გაუკეთებიათ, უბრალოდ საიდან მოიგონა ეგ რუდი გარსიამ. თან უაზრო შეცვლები აკეთა, დოკუს გაყვანა იდრე ამერიკა. დოკუ საერთოდ რო თამაშობდა მე გამიკვირდა ხო თქვა რომ მე არ წავიდა და მე დაბრუნდა. იყო წასული. და ეს რომ მე მეგონა რომ აღარ საპირებდა უკან დაბრუნებას, რაღაცა ისე წავიდა. და არ დაბრუნდა და შენი საყვარელმა ფეხბურთელმა ისე უშველა გადააშენა. უშველა ბელგიას. მოდი ერთი ფანი ყავს ტვიტერზე რომელ ლუკაკოს და ძალიან გახარებული პოსტავდა რომ 170 კილოც რო გახდება, მაშინაც ქაოსს შემოიტანს საჯარიმოში. მე უფრო სხვა რაღაცას ვიტყოდი მაგაზე, მაგრამ რადგან ცენზურა გვაქვს გადაცემაში, მოდი არ ვიტყვი. ანუ ამერიკა-ბელგია მაგ ხო იქნება საინტერესო, რომ შეიძლება ამერიკა სხვა რეჟიმში დაიტესტოს. კი, უბურთოდ და ასე შემდეგ რა. იმიტომ რომ თან ბალოგუნი არ ეყოლებათ. ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. ძალიან სუსტ გუნდებთან მოუწევს. მაგრამ კარგი იყო, ანუ ეგ არ ნიშნავს, რომ ცუდად კარგად თამაშობს, ანუ ამერიკა ძალიან კარგად. აბსოლუტურად დამსახურებულად გადაუვარ. რეიტინგში ქვევით ყოფ გუნდებთან რა. ხო, ნუ ეგეც არის. გადავიდეთ მაგიდან ერთი სუსტმა გერმანია გამოგდოს ხო? ხო, მანდამდე მივალთ. ჩემ საყვარელ ფეხბურთელს გადავიდეთ. შენ საყვარელ ფეხბურთელზე გადავიდეთ. Hurricanes-ზე. მოდ ბარემ ინგლისი ეგ ბოლოს მოვიტოვოთ. ხო, მაგარია. კეინი ძალიან მაგარია და თელი თამაში არ ჩანდა ისე სხვა. ხო, ძალიან ცუდად თამაშობდა და ორი გოლი გაიტანა შემდეგ. საერთოდ გავიწყდებოდა იყო მოედანზე არ იყო და კიდე ერთხელ მნიშვნელოვანი ფაქტი რაც არის გამოჩნდა რომ ინგლისს ძალიან უჭირს დაბალ ბლოკთან. ანუ ჩაწოდებებზე იყო აქცენტი, მაგრამ მომენტები შექმნა რა, ვერ იტყვი რომ ვერ შექმნა. საკმარისი მომენტები შექმნა მოსაგებად. ონაწოლიდა მარტო. მაგრამ იქითაც რა მომენტები გაუშვა? ანუ მანდ იყო თამაში უბრალოდ სასტარტო გეგმა იყო შოკი. თამაშის სტარტი იყო შოკი ინგლისისთვის, იმიტომ რომ ტომას ტუხელმა წინას თამაშო პრესკონფერენციაზე დეტალურად გაშიფრა კონგო, რომ ველოდებით 5-3-2 ბლოკს, ვერტიკალურ თამაშს, კონჩეტევებს, ეს არის რაღაც ორგანიზებული დისციპლინა, ანუ რაც აჩვენა კონგომ ჯგუფში კოლუმბიასთან და პორტუგალიასთან, ველოდებოდით იმას და დაიწყო თამაში და 80% ქონდა კონგოს ბურთის ფლობა, ანუ აი, რასაც ქვია მოულოდნელობის ეფექტი იყო, რასაც გოლიც მოყვა, მაგრამ პოზიციური შეტევიდან გაიტანა კონგომ და ბურთის ფლობით ისვენებდა გუნდი რა, ანუ
პრესინგს გადიოდნენ კარგად. ინგლისელების იმიტომ ორი კაცია პრესინგებდა კეინი ბელინგემი და ესე ამათ სამი ყავდათ და ბურთს ინარჩუნებდა კონგო. მაგრამ წყლის შესვენებაზე უკვე ტუხელმა გადააწყო და მე ეს სწორი შეცვლები აკეთა ყოველთვის რა. ჯერ პრესინგის სქემა შეცვალა, რაისი როთიანზე ავიდა და მე ფლანგები გამოცვალა. და მარჯვენა ფლანგზე გაიჩიტა ეს არსენალის გაიჩიტა მე მგონი ორჯერ. დეკლან რაისი არა უშავს. არსენალის სამკუთხედი გაიჩიტა, ანუ რაისი, ეზე, საკა. და ისინი კომბინირებდნენ ერთმანეთში და აი პირველი გოლის დროს მათ დაიწყეს ეს კომბინაცია, მე რო გადავარდა გორდონის ფლანგზე. ხო და ეს საკა ნონი მადუეკე ყველას რო გვეგონა რომ საკა შემცვლელი იქნებოდა რაღაც ჯერჯერობით პირიქითაა და ერთის მხრივ მე პირადად ძალიან მომწონს რა ტუხელის ეს გადაწყვეტილება წინა თამაშებში ვთქვი რომ გაძლიერების წინა გადაცემაში უბრალოდ ანუ გაძლიერების ვერსიას ოპციას იტოვებს სკამზე რა ანუ ეხლა საკა ბელინგემი რაისი ყველა სასტარტოში რომ ვიღათი ძლიერდები ცვლილება ავტომატურად გასუსტებს აი ინგლისი ხა რა უპირატესობა აქვს იცი ინგლისმა გაიარა დაბალი ბლოკები აი განასთან ძალიან გაუჭირდა პანამასთანაც არ ვარგოდა მათი პოზიციური შეტევა და ნუ კონგოსთან ნუ მაგრამ უნდა ითქვას რომ საკმარისი მომენტი შექმნეს მოსაგებად ეხლა არის მექსიკა ძალიან რთული თამაში და მერე პოტენციურად უკვე მოდის ბრაზილია და ნუ იქით ნახევარფინალი და ასე შემდეგ დაბალი ბლოკები აღარ მოუწევს დაბალ ბლოკებს გადაახდა და ვისთანაც მოუწია ეგეთ ძლიერ გუნდთან ხორვატიას გადაუარა ანუ ტაქტიკური კუთხით ინგლისი მე მგონია რომ ყველაზე კარგად ამომზადებული ამ სოფლიოზე კაბო-ვერდესთან ერთად უნდა და ანუ მე ინგლისის ძალა მე გამოჩნდება უბრალოდ მექსიკაში არის ხო ურთულესი თამაში ხო თან ფაქტობრივად გასვლაზე თამაშობს სახში თამაშობს მაგრამ მაინც ნუ არ ვიცი აი მაგ თამაშზე არ ვიცი ბევრი ფაქტორი მუშაობს ფავორიტია ინგლისი აი არ ვიცი რა მექსიკა ძალიან მომწონს ანუ ყველა ასპექტში მომწონს თამაშის და თან ორი მწვრთნელი რო ყავს ეგ არის ძალიან მაგარი. ანუ ხავერაგერი არის მთავარი მწვრთნელი და მარკესი ასისტენტი. ანუ უკვე ითქვა რომ ამ ტურნირის მერე მარკესი არის მთავარი. და შეტევაში ჩანს რომ მარკესია მწვრთნელი, იმიტომ რომ ბარსელონა სტილში რო უტევენ კომბინაციებით და რაღაცა როტაციებით და ცრუ როლებით და ასე შემდეგ და უბურთოდ ეთქვა რომ აგირეა რა. ანუ გოლი არ აქვს გაშვებული მექსიკას. ძალიან საიმედოდ არიან დაცვაში და ძალიან საინტერესოდ უტევენ ყოველთვის. პლეიოს თამაშობენ სახლში და უკვე დაიწყო ტუხელმა საუბარი რომ მე არ ვიცი როგორ მოვამზადო გუნდი ამ კლიმატისთვის და აცტეკა მეხიკო არის ძალიან მაღალზე 2200 რაღაც მეტრზეა. ანუ ინგლისს მოუწევს ანუ და თქვა რომ აი მე ნუ გასაგებია რომ მექსიკა იქ იყო ბაზირებული მეხიკოში და ინგლისს მოუწია ეხლა მგონი სათქონდათ თამაში სადაც დალასში თუ არ აქვს მნიშვნელობა. მოუწია კანზასში გადაფრენა სადაც ბაზაა მათი და ახლა მოუწია მექსიკაში წასვლა იქიდან და ну, ანუ ძალიან დიდი კლიმატიზაცია და ამაზე უკვე დაიწყო საუბარი. დეკლან რაისი ამბობენ რომ ტრავმირებულია, მაგრამ ითამაშებსო ტრავმით. საერთოდ უკვე მიდის საუბარი რაის შეიძლება მარჯვენა მცველად ადგეს იმდენად აღარ არის მაგ ფლანგზე ხალხი. ხო, არც ვინც წაიყვანა დაიმტრვა. მე ჩალობას წაყვანას წაიყვანა ვინმე მარჯვენა მცველი. ჩემს ვინღა. ტრენტი? თუნდაც ხო, სადღაც შუისკენ ვართ ალბათ, ან 2-3-ზე ვართ და კიდე ერთი მადლობები ჩამოვთვალოთ. მადლობა ხაფშის ჩვენს პარტნიორს, რომელიც მაისურობით გვამარაგებს და ვლოგებიც რო გვაქვს ამ ჩენელზე საქართველოს ჩემპიონატის მანდვა თამაშებთ ხოლმე და მანდ ყურადღებით იყავით. შეიძლება ავტოგრაფით მაისური მოვიგოთ ან ბევრი სხვადასხვა ვარიაცია. მადლობა სტუდია სივრცეს. მადლობა ლუისთვის არ გვითქვამს მადლობა. თქვი და საწყისში. მაგრამ მოდიოდეთ. ნოდოს უთხარი მადლობა და ლუისთვის არ გვითქვამს მადლობა. კიდევ ვიღაცა მოვიწყდება. მე მგონი არავინ. ხო. მადლობა უნდა უთხრათ კოდ დივორს და ნორვეგიას ასევე. ნუ აი უყურე მაგ თამაშს? კი, როგორ არა. ძალიან მაინტერესებდა. და ნუ ისეთი როგორ გითხრა, მოსაწყენი თამაში იყო შედარებით, მაგრამ ნორვეგიამ დატესტა პოტენციური სათამაშო სქემა ბრაზილიასთან, ესე გამოვიდა. ანუ 4-4-2-ით იცავდა მანამდე ნორვეგია თავს და პრესინგით, ოდეგორი ჰოლანდი იწყებდა პრესინგს იმ ორი კაცით. ახლა ითამაშეს 4-1-4-1-ით. და მარცხენა ფლანგზე კონდოთ მარცხენა ფლანგის დაკეტვაზე მთავარი აქცენტი, სადაც არის იან დიომანდი.
იგივე იქნება ბრაზილიასთანაც, იმიტომ რომ იქით არის ვინისიუსი მთავარი დამრტყმელი ძალა და აი ეგ რეჟიმი დაიტესტა მოკლედ ნორვეგიის მიერ. სხვა მხრივ მომენტები ისე გავიდა. ერთ შეტევა გაატარა ნორვეგიამ მეორე ტაიმში და ჰოლანდმა შეაგდო და ნუსამ ინდივიდუალურად შეაგდო, დიალომაც ინდივიდუალურად. სხვა მხრივ ესეთი თამაში იყო. არ იყო ყველაზე ბევრი სასაუბრო რო არა. ყველაზე ეფექტური თამაში. საფრანგეთი დაგვრჩა ჩვენ მგონი მანამდე. საფრანგეთი დაგვრჩა, კი და საფრანგეთზე რა შეიძლება ვთქვა, რომ მე არ ვიცი, ერთს კითხავ, ეგეთი მაგარი შეტევა გინახავს ფეხბურთში? სანაკრებო ფეხბურთში მაინც. საკლუბოშიც, რავი, რო გითხრა, რომ MSN-ს ბევრად ჩამოუვარდებიან თქვან. ანუ BBC-ს თქო? ოლისე არის სოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი. კი, საერთოდ და კარგი როლი უპოვა დეშა. 10-იანზე, ანუ ეგრე ხაზებს ხსნიდეს ადამიანი, დაცვის ხაზებს, ეგეთი სტაბილურობით, ეგეთი კრეატიული იყოს, მე მართლა მესი მინახავს. მე ამაზე მაღალ კომპლიმენტს ვერ ვეთქვი საერთოდ ფეხბურთში ადამიანს. და პლუს ოლისე ბურთოდ არის აი მონსტრი, რასაც ქვია, არ ჩერდება ტიპი. და ბაპე სოფლიო ჩემპიონატის იმაზეა, მოუდზე და ამ დროს შეუჩერებელია. დემბელეც მაგრა თამაშობს და ბარკოლა თამაშობს ძალიან მაგრად, იმიტომ რომ თან ყოველთვის მბაპეს უყურებს. ყველა ეპიზოდში თუ დააკვირდებით, თუ გექნებათ ეგეთ შანსი რომ გადაახვიეთ თამაში, ბარკოლას თავს დააკვირდით, თუ მბაპეს უყურებს და მის მიხედვით არგებს პოზიციას. ანუ იდეალური შეტევა. ისე მბაპეს აქვს ეგეთ თვისებებს, სოფლიო ჩემპიონატებზე ხო ისა შეუჩერებელი. ევროპის ჩემპიონატებზე ყვდება. 8 თამაში აქვს, მე მგონი თუ რაღაც ევროპის ჩემპიონატზე 1 გოლი აქვს გატანილი და ისიც პენალტი. და რატო ხდება ეგ 2 წელიწადში ერთხელ, ანუ თან მბაპეს ხო ვერ იტყვი რომ რაღაც ჩავარდნილი სეზონის მერე მიდის ევროპის ჩემპიონატზე, ანუ სულ სტაბილურად კარგი ესეთი შედეგიანი სეზონები. სოფლიო ჩემპიონატის დროს მონსტრია და ევროპის ჩემპიონატზე აი რაღაც ემართება. რაღაცა უცნაური ისა ანომალია. ერთადერთი რაც საფრანგეთში ბაზისი აქვს საფრანგეთს კიდე უკან ძალიან ყარი. საფრანგეთში ერთადერთი მე რაც მაინტერესებს არის აი თანაბარ თამაში, როცა უკვე მოწინააღმდეგე ეცდება რომ ბურთი დაიჭიროს. ან გასაგებია რომ საფრანგეთის შეტევა შექმნის მომენტებს. უბრალოდ რამდენს დაუშვებს საკუთარ კარებთან თანაბარ თამაში. ამ მხრივ მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს პოტენციურად მაროკოსთან თამაში. იმიტომ რომ მაროკო ძალიან საინტერესო გუნდია. მაროკო საინტერესო გუნდია გადავალთ, მაგრამ ძალიან ბაგია რა და ხო, მესმის არა, საფრანგეთი უპირობოდ ულაპარაკო ფავორიტია ხა. უბრალოდ აი შეიძლება ვთქვათ მაროკოსთან თამაში. აი ესპანეთთან იქნება კარგი ძალების გაწესვა. ნუ ეგ ცოტა შორეული პერსპექტივაა ჯერ მაინც. პრინციპში კიდე. ანუ იმ გუნდთან რომელიც მასთან ბურთს დაიჭერს და ვთქვათ უფრო გამოცდის მის შეტევას, იმიტომ რომ მაინც როგორც არ უნდა შეხედო 2 ნახევარმცველი ყავს გუნდს. ანუ ცენტრში შეგიძლია გადატვირთო. ერთი რაბიოა. ხო. სამყაროს რო კითხვა გვაქვს რატო? ანუ რაბიო საშუალებას კარგად თამაშობს. კარგად თამაშობს. საფრანგეთის ნაკრებს სულ კარგად თამაშობს. ეგეთი გვარები როა აქეთი კიდე და რაბიო რაღაცა კონტექსტიდან ამოვარდნილი ტიპი. მაგრამ ნუ ესა დეშამის საფრანგეთებს შორის ეს საფრანგეთი მე ყველაზე უფრო და საერთოდ ეგ საფრანგეთი მე ყველაზე უფრო მომწონს რაც საფრანგეთები მინახავს. კი ბატონო, მაგაშიც კეთახები და ერთადერთ საფრანგეთში რაც მაკლია არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი შერკი. ხო, შერკი თვითონაც უკმაყოფილო ამბობენ. ხო, შერკი და ოლისე ერთად კიდე ცალკე სიამოვნება. ოლისე ავით ბედნიერება მაგის თამაშს ხოვრება რა. და ნუ არ ვიცი, საფრანგეთის ჩემპიონობა იქნება აბსოლუტურად ამსახურებული ჩემპიონობა, ვიცი, ეგეთი კარგი საფრანგეთი. აი თუ ამ ეტაპზე ვინც ჩანან კარგი ფავორიტები ნახევარფინალში ისინი დასწნენ, ძალიან მაგარი იქნება. ნახოთ, ეგ ძალიან რთული ეგრე დაჯდეს ხოლმე. ეგრე პირდაპირ დაჯდეს ძალიან რთულია, მაგრამ იქნებ რაღაცა მოხდეს. ბრაზილია, იაპონია. იაპონიის ძალიან კარგი პირველი ტაიმი და პირველი ტაიმი, მეორე ტაიმზეც ვერ იტყვი რომ ნუ არ მეორე ტაიმში ანჩელოტია რა. ხო რა, პანაკარლოა და всё. პაკეტა დაიმტრა ნახევარმცველი და გამოიყენა თავდამსხმელი. ანუ როცა თავდამსხმელი გამოვიდა, ორი თავდამსხმელით იყო კონია, ენდრიკით. და იაპონიამ დაიწყო სქემის დავიწროება ცენტრში. დადგნენ და ფლანგებზე გაჩნდა სივრცე. ერთი მხრივ კარგია ვინისიუსისთვის, იმიტომ რომ ვინისიუსმა მიიღო სივრცე და ერთი ერთზე დაიწყო უკვე, რასაც პირველ ტაიმში რაკეთებდა და მეორე ფლანგზე რახან სივრცე გაჩნდა, დაიწყო ჩაწოდებები საჯარიმოში და აი მუდმივი ჩაწოდებებით. კაზემიროც დაბრუნდა თამაშში, გოლი გაიტანა. იმიტომ რომ პირველ ტაიმში იაპონიის მხარეს თამაშობდა. კაზემირო არის ყველაზე უცნაური ფეხბურთელი ჩემთვის.
ხო, არა, ისეთ ამბივალენტური მსოფლიო აქვს, ანუ ერთ ტაიმს ითამაშებს კატასტროფულად, მეორე ტაიმს კარგად. ხო, ერთ თამაშს ცუდად მეორე. აი, სიმამზე ვლაპარაკობდით, სანამ დავიწყებდით ჩაწერას მე და ირაკლი, რომ მაინც, ანუ რამხელა მშელობა აქვს მწვრთნელის მხრიდან აი კომუნიკაციურ თემებს, ხო? ანუ ეხა სუბთა ისეთი ტაქტიკური, გიკური და ანუ სამწვრთნელო კუთხით რომ შეხედო მარსელო ბიელსა, ითვლება უფრო ინოვატორ და ფეხბურთისთვის აი ფეხბურთის ევოლუციისთვის ხო უფრო მნიშვნელოვანი ფიგურად ვიდრე კარლო ანჩელოტი. იმიტომ რომ ამ ბიელსას აქვს რაღაცები შემოტანილი ფეხბურთში, რასაც აკოპირებენ სხვები და ნუ ანჩელოტი ძველი ყაიდის მწვრთნელია, რომელიც ნუ უფრო ესე რაღაც ფეხბურთელებს ერგებოდა, მაგრამ ანჩელოტი მიცის ის რაც არ იცის ალბათ არავინ სოფლიოში მასზე უკეთეს არის როგორ მართოს გუნდი. ხო, ანუ ყველა ველოდებოდით თამაშსაც რო უყურებდით, რომ აი კაზემიროს უეჭველი გაიყვანს, ახლა და ფაბინიოს გამოიყოს, მაგრამ ამ ხელას ნიშნავს რომ დობას არინჭებ ფეხბურთელს, ხო, ცუდი თამაშის ტაიმის შემდგომ მან დატოვა და უთხრა რომ მე გენდობი და მიდი და გამოასწორე შენი შეცდომა. მაშინ როცა ბიელსამ პანიკაში საუკეთესო ფეხბურთელი ვალვერდე გაიყვანა, გადამწყვეტ თამაში უცებ. ხო, მაგრამ ნუ ვალვერდეს ძალიან აჭრილი აქვს ცხოვრება. იქ galახეს ვალვერდე ეთქობა და ხო რაც აქამდე არ ჩანდა ეთქობა ძალიან კონფლიქტური ტიპია, იმიტომ რომ წელს ჩაბელსოსაც ეჩხუბა. ყველასაც ბიელსაც ეჩხუბა. ჩუვამენთან საერთოდ ჩუვამენი galახა. ხო, აი ეჩქოი თორგება კიდე galახა. და თვითონ მოუწია ბილეთის ყიდვა სახში წასასვლელად. ხო, ეგეც არის მგონია მაგისთვის პრობლემა იყოს, მაგრამ ნუ მაინც. ნუ ბრაზილია მე ვთვლი რომ იქნება ძალიან სახიფათო გუნდი პლეი-ოფებში, თქოს კიდეც, იმიტომ რომ ანჩელოტი ყავს. და პლუს ბრაზილიის ანჩელოტი თქვა ტურნირამდე ჩვენ ვითამაშებთ მეორე ნომრად. ბრაზილიამ თუ კარგად დაიცვა თავი პოზიციურად ვინისიუს ექნება მომენტები კონჩეტებებზე. და მაგხრივ არის ძალიან ესეთი სახიფათო გუნდი, აი ნორვეგიასთან საინტერესო თამაში იქნება წესით. კი და ეს არის მაგალითად ჰალანდის დაპირისპირება გადმოვა. რაც მე მახსოვს ყველაზე უცნაური ბრაზილია. კი, არა. ყველაზე ცუდი არ არის? არაბრაზილიური ბრაზილია. არაბრაზილიური, ანუ არაბრაზილიური ემაში 2010-ში? არა, 10-შიც, 10-შიც, 14-შიც. 14-ში ნეიმარი თამაშობდა ერთი ეგ იყო. ხო, 10-ში რო ფრედი თუ 14 იყო. არა, 14-ში იყო ფრედი და ისა, 14-ში იყო 10-ში. რობინიო თამაშობდა და სხვაებიც შეტევაში. ვიღაცები საერთოდ ლუის ფაბიანო. ხო, ეგ 14. რაშ 14, ხო, 14-ის სწორად. 10-ში ლუის ფაბიანო იყო ცენტრალურ დედამსხმელი. ხო, აი რაშუაშია ხალხი რო თამაშობდა ბრაზილიაში, თან მაშინ უფრო ესეთი საშინაო ნუს ჰქონდა თან მუნდიალი. საშინაო და თან უფრო ვიგრძენით რა, იმიტომ რომ 2 დღის წინ გვახსოვდა რომ კაკა რონალდინიო, ადრიანო რონალდო უტევდა და უცებ გამოვიდა ვიღაცა ვერ უცნობდით და აი ესე საუკეთესო თავდამსხმარე ვახსენეთ ის ნაკრებებში შეიძლება აი ბრაზილიის ფანებმა ის რონალდო რივალდო, რონალდინიო და ასახელონ 2002-დან. რორი როს რო ძახდნენ. ხო, ეგეც აი კაი კონკურენტია ეგ ძალიან, მაგრამ აქ მეტნი არიან რაოდენობით. აქ 4 არიან. ხო და ეს არის. არა, ბრაზილიამ აბსოლუტურად ამსახურებლად მოიგო, იმიტომ რომ მეორე ტაიმს ძალიან დააჯდა და საკმარის მომენტები შექმნა. ყველას შეგვეცოდა იაპონია აბსოლუტურად. კი, იაპონია ყოველს გმირულად ვარდება ხოლმე ეს. კი, იაპონია. სამურაის. და ყოველ სოფლიო, ახლა იაპონიის თამაშს ხო არავინ არ უყურებთ. ვაღიაროთ. უყურებთ მარტო სოფლიო ჩემპიონატებზე და ყოველი სოფლიო ჩემპიონატის მერე ბევრად უკეთესი გუნდია, ანუ სულ პროგრესი აქვს. და რაც ყველაზე მეტად ხილავს იაპონიაში, ბიჭო, ხო პატარები არიან ტანით. აი ფიზიკურ ორთაბრძოლებს რო დააკვირდე, რაღაცა ხარ, ვერაფერს ვერ უშვები. განა რაღაცა კლდესავით ის პატარა საყვარელი საყვარელი რატო არ ვიცი, მაგრამ უხდებოდა რა ამ იმას. სანამ წასულებზე გადავალთ, თქვათ რომ კიდე ერთი თამაში იყო სამხრეთ აფრიკა, კანადა და კანადა ყველაზე მოსაწყენი თამაში იყო. კანადამ ძალიან ფრთხილად ითამაშა და არ ვიცი რატო შეეშინა ეგ სამხრეთ აფრიკის. არა, აი ეგ თამაში ალბათ შეიძლება ბევრმა არ ნახეთ და მე ვნახე. რატო? არა, კარგი დროს იყო, მარტო იყო ეგ თამაში იყო იმ დღეს და ადრე იყო გამოტანილი. ანუ კანადას რას ჯესი მარში ხავს მწვრთნელი, ანუ Red Bull-ის სისტემიდან წამოსული. რაც უნდა ითამაშა, რაც წელუდები კანადისგან არის პრესინგი, აგრესიული პრესინგს არ თამაშობდა მიცაბურთი სამხრეთ აფრიკას. ანუ სამხრეთ აფრიკას ჰქონდა რაღაც 30%, 32%, თუ რაღაც ძალიან დაბალი რა, რაღაც ეგეთ ფარგლებში.
ჯგუფურ ეტაპზე და აქ უნდა 60-მდე რა. და ბურთისფულობა რა იყო? არ იცოდნენ რა იყო. არაფერი გაუგორებდა მეკარე მცველს, მეკარე მცველი მეკარეს, მე მეორე მცველს და აი ესე დაგორავდა აფრიკაში და ბოლო წუთზე უბრალოდ ის იყო რომ რაღაც კანადა სტანდარტებიდან ქნიდა მომენტებს და ბოლოსკენ გადმოვარდნილ ბურთზე შეაგდეს გოლი, აი. რაღაცა მიეწყო ეს ღამის თენებებით ძალიან მიძნებოდა იმ თამაშზე და უყურებდა, აი ხა კიდე დამატებითი რომ მეთქი აღარ შემიძლია და შეაგდო მე ეგრევე გულღრძო და ბოროტმა ხალხმა დაიწყეს ხუმრობები რომ გოლი შეაგდო შეუშტაკიო მანო პორტუგალიური წარმოშობისა და 7 ნომერია და როგორც იქნება პორტუგალიელმა 7 ნომერმა პლეი-ოფში გაიტანა გოლი მაგრამ ნუ მე ნამდვილმა მიაყო ხო და მივოდით წასულებს მახსოვს მე წინა გადაცემა აქ ერთი ადამიანი რაღაცებს რომ მე ბლატავებოდა რომ გერმანიაო ისაო თან გერმანიის ნაკრების მაისურით იჯდა და გავარდა და შენ ძალიან ეს ხარ გამბედავი ხარო ეხლა ეს ჩაიცვი იმიტომ რომ აქ იმიტომ რომ ჯერ არ გავარდნილა ხო მაშინ ის არ იყო გავარდნილი ხო ანუ ეს ცუდი ისაა ნიშანი რაღაცა ეგრე წელს ეგრე დაგვიჯდა ხო აი ნაგელსმანმა რა ქნა არ ვიცი. რაც საშინელი ტურნირი ჩაატარა ნაგელსმანმა პირადად. თან ნაგელსმანი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწვრთნელია. მე მაინც ვთვლი რომ მის სამწვრთნელო კარიერამ ბევრი დადებითი უფრო მეტი იყო ვიდრე ნეგატიური. ანუ რა ვიცი ჰოფენჰაიმი 10-დან 10, ლაიფციგი 10-დან 10, ბაიერნში კარგად მუშაობდა და ოლივერ კაინი და სალიჰამიჯიჯერიანი იდიოტები რო გააგდეს და მე რამდენიმე თვეში მიაყოლეს ის ორიც. და კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა ნაგელსმანს ხე ესპანეთთან თამაში კუკურეიას ხელი ეგენი არავის არ დაიწყებია ხო? და ნუ ეს ტურნირი იყო კატასტროფა ყველა კუთხით საერთოდ. ხო, საერთოდ ნუ თან გერმანია ხო იყო რაღაცა ძალიან ნაგელსმანზე დამოკიდებული გუნდი. ნუ ერთადერთი იდეა ჰქონდა შეტევაში ეს თავისი 3-10-იანით შეტევა, რაც ევროპის ჩემპიონატზე რომ ნახე იყო ძალიან მაგარი, იმიტომ რომ შეტევას ცენტრიდან რო უტევს გუნდი, მაგრამ პრობლემა რაშია, ანუ შეეჯახა სამხრეთ ამერიკულ 4-4-2-ს რა, სამხრეთ ამერიკულ 4-4-2 ეს სხვანაირი 4-4-2-ია იქ. ეგ არ არის ევროპული 4-4-2, იქ შეიძლება ფიზიკური ზიანი მოგაყენონ რბილად რა ვთქვათ ამ ბლოკში. მოგტე ხომ ფეხი? ხო, ეკვადორთანაც ამ ბლოკს ვერაფერი უქნა და ვერც პარაგვაის ბლოკს უქნა. ვერაფერი და ანუ როცა ცენტრი გადაკეტილია, უნდა შეუტიო ხო ფლანგებიდან და ნუ აქეთ ფლანგზე მე ვერ გავიგე რატო იყო ვირცი ვინგერად, როცა ვირცი და იდეაში ანუ ეს ნათანიელ ბრაუნი ხო ადიოდა, იდგა ნახევარ ფლანგზე და ვირცი იდგა ფლანგზე. ვირცმა იქიდან საკოლე პასი გააკეთა, მაგრამ ნუ გაუგებარი იყო და ნუ ლეროი ზანე იქით ფლანგზე იყო წვდიადი და სიბნელე. ძალიან ცუდ ძალიან ეგეთი რეგრესი ძალიან იშვიათია ფეხბურთელის. ხო და ზუსტად რა ვიცი წინა გადაცემაში რაც ვთქვი რა არ ყავდა გერმანიას მოთამაშე რომელიც აი ეს არაფერი რო არ მიდის გეგმის მიხედვით აიღებდა საკუთარ თავზე რა. აი გეთახმები ლიდერები არ ყავდა. ხო ლიდერები შეტევაში განსაკუთრებით. ხო, კაი ახლა ბექა აქვს რო არზის იმიტომ რომ ეთყოდა როდის ყოლიაო. არა გერმანიას როგორ არ ყავდა ლიდერები ანუ კიმიხი და ვიღაცები არიან და ხო ნუ მაგრამ ნუ პენალტების 11 მეტრიანებზეც ეგრო გერმანიამ ეგეც რო სააშკაროზე გამოვიდა რომ შეეშინათ დარტყმა ხო რაღაცა ეგ გერმანულ არაფერს არ გავს რა ანუ მანამდე მსოფლიო ჩემპიონატებზე ჰქონდათ ერთი პენალტი გაფუჭებული 96 წელი თუ რაღაც თამაშობენ და ერთხელ გააფუჭეს შტილიკეს ჰქონდა გააფუჭებული. ახლა 3 გააფუჭეს ერთობაში. სერია არ ჰქონდა პენალტების წაგებული და პირველად წააგეს. თან ისე წააგე. თან თითქოს დააკამბექეს და შო ეგ არის და სად და არა საშინელი ტურნირი ჰქონდა ნაგელსმანი წავიდა უკვე. სავარაუდოდ კლოპი მოდის. აი ეგ ძალიან მაგარია. რომ ძალიან ეგ ხო ალბათ ყველა ფეხბურთის მოყვარულის ოცნებაა რომ სოფლიო ნახოს. ზიდანი საფრანგეთში და სავარაუდოა კლოპი გერმანიაში გვარდიოლა იქნებ იტალიაში მოვიდეს ნუ ესპანეთში რა ვიცი ელაფუენტე ყავთ ჟოზე პორტუგალიაში და მაგის ჩანსებიც ჩნდება ლუის ენრიკე ესპანეთში ნუ ანჩელოტი მოვიდეს 2030-მდე ანჩელოტი არის ბრაზილიაში ხო და რა იქნებ რაღაცა შეიცვალოს რა არა, კლოპი ძალიან კარგი ის. და დარჩა ბოლო მატჩი.
მაროკო ჰოლანდია? ხო, ნუ აი 5 მცველით გამოსული ჰოლანდი. თან კუმანმა თამაშის მერე თქვა, ხო ყველა იძახთ რომ 5 მცველით თამაშოთო. ხო, ვითამაშიო და ძალიან post factum რო თქვა, სწორი იქნა 5 მცველზე რო გადავიდა, იმიტომ რომ ისედაც თამაშის დროს გადადიოდნენ. უბრალოდ უცნაურად გადადიოდა ჰოლანდია 5 მცველზე. ფრენკი დე იონგი ჩადიოდა მარჯვენა ცენტრალურ მცველს, მარცხენა ცენტრალურ მცველს და მარცხენა მცველს შორის. რაღაც უცნაური ის იყო და ეხლა გამოიყვანა პირდაპირ ეს გასაგებია თავარი აქცენტი იყო რომ ჰაკიმის ფლანგი გაიჩერებინა თან ესეთი ფლანგი არა იქ ბრაიმ დიასიც არის ზაიბარი გადადის და რაღაც. მაგრამ ნუ ეს სწორია დიაში, მაგრამ აი პრესინგზე საერთოდ უარის თქმა. ბურთის ასე მიცემა დამატებით რომ შეგონდა 17% ბურთის ფლობა. ანუ რა ეხლა საუბრობდით რა მე ვთვლი რომ ფეხბურთი მოიგონეს ჰოლანდიელებმა რა, ანუ იმას რასაც უყურებთ ჩვენ. ანუ ფეხბურთი იწყება აიაქსის და რინოს მიხელსის რევოლუციით. მანამდე არის აი რა ვიცი ისტორიაში არის ხოლმე ეგრე რა, როცა მითი ხდება ისტორია, ხო? არის ჯერ ზევსები და ვიღაცები არიან და რაღაცა ჰერაკლე და ასე შემდეგ და მე უცებ ხდება რომ რაღაცა ათენის სპარტა და ისტორია, ხო? აი მანამ ეგრეა ფეხბურთიც რა, მანამდე იყო მითების ეპოქა და მე დაიწყო რა არის ფეხბურთი გავიგეთ, რომ თურმე როგორ შეიძლება ფეხბურთი ითამაშო გუნდურად. და თურმე ლამაზი ყოფილა ეს ყველაფერი. ხო და ანუ მათი მოგონილია და ჰოლანდიის იდენტობა, აი შენ გიყვარს ხოლმე იდენტობა საუბარ, ეს არის რაღაც ტოტალური ფეხბურთი, შეტევა და რაღაც ნახევარდაცვაში ეს რაღაც კომბინაციები და ასე შემდეგ და პრესინგი და ეგეთი გუნდი გამოვიდა მაროკოს 17% დამატებით დროს ძალიან სამარცხვინო იყო. ფრენკი დეიონგმა თქვა თამაშის შემდეგ რომ აი ანუ ორი კაცი ვიდექით ნახევარდაცვაშია და გვაკლდავერთ. ნუ გასაგებია რომ მეხუთე მცველს შეეწერა რეინდერსი. აშკო და გვჯობდნენ ცენტრში, იმიტომ რომ მეტი ყავდათო ფეხბურთელიო და მე თქვა რომ ეგ მწვრთნელის გადაწყვეტილება და ჩვენ მცადეთ რაც რაც შეგვეძლოო და ანუ პირდაპირ უთხრა რა რომ იდიოტი ხარ რომ ხო ნუ ეგ ხო ისედაც ვიცოდით. ანუ კუმანი იყო კარგი 11 მეტრიანი შემსრულებელი, კარგი დარტყმა ჰქონდა, კარგად ურტყავდა ჯარიმებს. კარგი მცველი იყო, ვერ იტყვი რომ ცუდი მცველი იყო. არა, კუმანი იყო აი ჰოლანდიური რევოლუციის კროიფის ბარსელონაში იყო და თავის თვალით აქვს ნანახი როგორ რას ნიშნავს ფეხბურთზე ესე თამაში რა. ის იყო მისი ნაწილი. წვრთნელობაზე აი რა ვიცი, ბარსელონა იყო და ჩამოშალა და სუარესი გააგდო და აი რაღაც სისულელეები აკეთა. ხო, ბრაითვეიტი დაიტოვა. აქაც ნუ აი რა მიკი ვანდევენი ლატერალზე მე ძალიან მიყვარს ეგ ფეხბურთელი, კარგი ფეხბურთელია. ოღონდ როცა თავის პოზიციაზე დგას და არა ლატერალზე. ერთი როცა მიკი ვანდევენი დგას ლატერალად, პრესინგს ვერით, ანუ პრესინგზე უარი თქვა, იმიტომ რომ ის არის ცენტრალური მცველი. პრესინგის დროს 5-2-3-ში მან უნდა პრესინგას ფლანგის მცველი, ანუ ხო, უნდა ავიდა ზევით და ვაიდა გამოვიდა ჩამოასწროს. ხო, ანუ ეს არის რაღაც ცენტრალური მცველი 15 წუთში წაიქცევა მოედანზე, ამდენს ვერ ირბენს რა, ეგ არა მისი ადგილი. ანუ და აუცილებლად რაღაც სულელურ გადაწყვეტილებასაც მიიღებს, იმიტომ რომ ხო, არა, ეგ ცენტრალურ მცველს მეტოქის საჯარიმო სიახლოვე სადღაც იქით ცხოვრებაში არ უნახავს. რომ არ უქნია ეგ დაპრესინგება და ესე ვერ იზავ რა. ის არის შეჩვეულ იმას, რომ თელ 10 კაცი აკონტროლო და არა ის რომ შენს უკან იყოს 10 კაცი. კუთხურის გასთან აპრესინგო მოწინააღმდეგეს. ხო და ნუ აი რა ვიცი. ძალიან ჩემთვის არის ძალიან ჩავარდა ეგ ისე და ნუ მე პენალტებიც რაღაცა უცნაურად ურტყეს. ნუ ის ბონოს საერთოდ მგონი ნერვები აღარ აქვს. უბრალოდ ეს დადის კარის ხაზზე და ბურთი ხვდება მე. ანუ რაღაცა ის რო ხო იცი ვიღაცა რო იმტროვა და ყველა ბურთი იმას რო ხდება. საკაცით რო გაყავთ მერე და ანუ დადიოდა ეს ხაზზე და წავიდა და იქით აიღებდა. ანუ რასევიც გააკეთა, ხო უკვე დაიწყო საუბარი, ეგ არის რაღაც მაღლა ცხრიანში დარტყმულ ბურთს აღება ხო არ ხდება პენალტის დროს. ნუ თუ მეკარე ცენტრში დგას და ნახტომს ცდილობს, ვერ აიღებს, ხო? ეგ სულ მიშლიდა ნერვებს FIFA-ში. Ultimate Teams რო თამაშობდი ხოლმე. მეკარეს გადაწევდნენ და ნუ ვეღარ ურტყავდი ხოლმე რა და ეხლა ნუ ფაქტია რომ FIFA-დან გადმოიღო ბონო რეალურ ცხოვრებაში და გაამართლა. წინასა გარბისიქით თან მე ამ დროს ფეხბურთელს თუ გადაწყვეტილი აქვს დარტყმის არც შეხედავს. სამერვილმა არ შეხედა და იქ დახვდა რა ცხრიან და ხელით გადმოაგდა. ეგეთი აიღო აფრიკის თასზე სხვა შორის ნახევარფინალში ეგეთ ზუსტად. ისე აფრიკის თასზე მე კიდე ერთი გადაცემა გვაქვს განსახილველი ვინაა ჩემპიონი. ჩვენ მაინც გადავწყვიტოთ.
ეგ გაირკვევა მე რაღაც იმაში. ჩემთვის სენეგალია რა ვიცი. მოედანზე ვინცა ისაა ჩემპიონი. მოედანზე კი ბატონო. კარგი, всё. კიდე რამით მიალანძღავ კუმანს? არა, მეტი არაფერი. ეხლა უბრალოდ ველოდებით მერვედფინალებს. ესპანეთი, პორტუგალია გვაქვს ერთი ტოპ. ესპანეთი, პორტუგალია, კიდე საინტერესო წყვილი იქნება აშშ ბელგია. ამერიკა, ბელგიაც ჩემთვის ხო ბრაზილია, ნორვეგია, მექსიკა, ინგლისიც და შვეიცარია, კოლუმბიაც, ერთი არგენტინა, ეგვიპტე, მესის ხათრით უნდა უყურო და აი მაროკო პანავისა დღეს. მაროკო, კანადა, ეს შეგიძლიათ გამოვყო. და საფრანგეთი, პარაგვაი. საფრანგეთიც საყურე. მოკლედ ერთი ცოტა დებილი თამაში გვაქვს. დანარჩენში ყველაფერი შეიძლება რაღაცის ყურება. ხო, მაგრამ სოფლიო რაღაც სენსაციები რაღაცები სულ ხდება, ხო? აი ეგ ნახეთ უკვე. მოულოდნელობა, მაგრამ გერმანიის გამოვარდნა და ბევრი თქვათ ზოგიერთი ფავორიტის უპირობოს რთულად გასვლა. წვალებით და კარგი თამაშები. ეგ არის. მერვედფინალების მერე ვბრუნდებით, ხო? მერვედფინალების მერე ვბრუნდებით, სავარაუდოდ. ნახოთ რა იქნება ჯერ მერვედფინალებში. ეგვიპტემ თუ რაღაცა სასწაული ჩაიდინა. უშემოდ ბრუნდებით? უშემოდ ბრუნდებით და მადლობა ყველას, ვინც გვიყურეთ. ნოდო მადლობა კიდევ ერთხელ. იმასაც დავამატებ, რომ აქ მარტო ეს საპოდკასტო სივრცე არ არის, შიგნით სტუდიაც არის, წინა გადაცემებში ვიძახდი ხოლმე. დღეს გამომრჩა, ასევე საგრიმიოროც. მადლობა ლუის. სხვათა შორის დიდი ხანი არ მომიკითხავს, უნდა მოვიკითხო რა შვება როგორ არის. და მადლობა ჰაბსჯისაც. დღეისათვის ალბათ სულ ეს იყო, მე მგონი არაფერი გამოგრჩა, თუ რამე გამომრჩა და რეზისაც გამორჩა და იქ ამაც არ გაგვახსენა. კომენტარებში გაგვახსენეთ და შემდეგ გადაცემაში განვიხილავთ. ლაიქი, საბსკრაიბიც კარგი იქნებოდა და შემდეგ რომელიღაც დღემდე არ ვიცი ზუსტად რომელი დღეა. დროებით.